რაც შეეხება სამყაროს, სამყარო ასევე ცვალებადია. ცვალებადია სამყარო. პრინციპში ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ დროში რაც შექმნილია ის მუდამ მიცვლება, ჩვენც როგორც სამყაროს ნაწილი, ჩვენ ცვალებადნი ვართ. ღმერთია მარტო უცვალებელი და აი ჩვენ მაგალითად ცივილიზებულ სამყაროს, რასაც უწოდებთ, ჩვენ მიმყოფებით აი ესეთ ამგვარ სამყაროში, შეიძლება ასე ითქვას, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანმა ცივილიზაცია შეიძლება დაინახოს სხვადასხვა სიმბოლოებით, რომელიც რა თქმა უნდა ქრისტიანული ვერ იქნება. აი მაგალითად ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ესე ამბობს, რომ აი ეს რა სიმბოლოებით შეიძლება დაინახოს ადამიანმა თანამედროვე, აი როგორ დაახასიათოს თანამედროვე ცივილიზაცია, როგორი სიმბოლოებით. ერთ-ერთი სიმბოლო, სამი სიმბოლო აქვს აღებული. ფულის ნიშანი, ну თქვა დოლარი ახლა აქ ვიმყოფებით, საქართველოში ლარი ალბათ. აი იქაც დოლარია პრინციპში. ხო, სიმბოლოა თანამედროვე ცივილიზაციის, თანამედროვე კეთილდღეობის, ბედნიერების, ცხოვრების წესის. რა სიმბოლოა? რა თქმა უნდა, ფულის ერთეული, დოლარი, ადამიანი იტყვის ესე. გარდა ამისა, ტექნოლოგიური სიახლე, თქვათ, ხო, აი პლანშეტი, თქვათ, ტელეფონი, თანამედროვე მანქანა, საოცარი ცათამბჯენი, ეს ნიშანი ერთ-ერთი სიმბოლოა, ხო? და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც სულ საოცარი სისწრაფით ვითარდება და ასე შემდეგ. მე კი არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. ფულით საჭიროა და ტექნოლოგიაც საჭიროა. მაგრამ ცივილიზაციის სიმბოლოებად წარმოვაჩენ ამას. და რა თქმა უნდა, სამწუხაროდ კიდევ ერთი სიმბოლო, რომელსაც ეს ღვთისმეტყველი ასახელებს, თანამედროვე ცივილიზაციის მახასიათებელს, ეს არის ზნეობრივი თავაშვებულობა, რომელიც ძალიან ბევრ რამეში ვლინდება, ჩაცმულობაში, რეკლამებში, კინოფილმებში, ხელოვნებაში ზოგადად, ყველგან ეს თავს ავლენს და ვლინდება. მოდაში და ასე შემდეგ. მაგრამ იგივე ღვთისმეტყველი ამბობს ესეთ რამეს, რომ რა, ადამიანის ცივილიზაცია დღეს არის? განა, თქვათ, ადამიანი ცივილიზაცია დღეს ხوار დაბადებულა, ხო? და ზოგადად რომ თქვათო, ეს ამბობს, ადამიანური ცივილიზაცია სხვა სიმბოლოები არა აქვს და ის ასახელებს სხვა სიმბოლოს, რომელიც რა თქმა უნდა დღევანდელ პერიოდსაც შეესაბამება, აღონ ადამიანს გააჩნია რა უნდა. და პირველი რასაც ასახელებს ეს არის წიგნი. ანუ ადამიანური ცივილიზაციის სიმბოლო. არა ფულის ერთეული, არამედ წიგნი. და რატომ? იმიტომ რომ ცივილიზაცია, რადგან ადამიანურია, იგი გონიერია. და რადგან ცივილიზაცია გონიერია, ამიტომ მისი სიმბოლო უნდა იყოს წიგნი, გონიერების სიმბოლო და არა ვაჭრობის სიმბოლო, დოლარი. ანუ ჩემი ხედვა როგორია სამყაროსი? მე როგორ ხედავ სამყაროს? როგორია ჩემთვის რამდენად რა არის ძვირფასი ჩემთვის ამ სამყაროში? როგორ დავინახო? მეორე სიმბოლო ეს არის ჩვენ ტექნოლოგიური სიახლე ვთქვით, ხო? აი რა არის? ის ასახელებს სხვა რამეს. ის ასახელებს ადამიანის თვალებს, რომელიც არის პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ანუ პიროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები კი არ არის ეს მოაზროვნე ამბობს, რომელმაც ეს ტექნოლოგიური სიახლეები შექმნა, არამედ მისი პიროვნება. აი მაგალითად შეიძლება იყოს ინტელექტუალურად ძალიან განვითარებული ადამიანი და დავახასიათოთ ეს ადამიანი აურა ტვინია, რა გონიერია, რა ინტელექტია. ცუდი კი არ არის. უბრალოდ ეს ფაქტია. და მეორე ადამიანი, რომელიც არ არის ესეთი განვითარებული, მაგრამ საოცარი სიკეთის და სიყვარულის მატარებელია ადამიანი. და ის უკვე თვალებში წარმოჩინდება. გესმით განსხვავებას. და მესამე ეს არის არა ის, რაც წეგან თქვით, ზნეობრივი თავაშვებულობა, როცა ადამიანი თავის ბუნებას და თავის სხეულს იყენებს ზნეობრივი ნორმების დარღვევისათვის. არამედ მესამე სიმბოლო ეს არის ხელის მტევანი, რომელიც არის საოცარი
ინსტრუმენტი და დამყოლი მორჩილი ინსტრუმენტი შემოქმედი არსებისა. ანუ ადამიანი არა როგორც ზნეობრივად თავაშვებული არსება, არამედ ადამიანი როგორც შემოქმედი არსება. სხვათა შორის იგივე ღვთისმეტყველი საინტერესო რამეს ამბობს, რომ აი ეს ბოლო 3 წიგნი, ანუ მუდმივად, ესე იგი, შემეცნება, შემოქმედება, ხელისმტევანი, ხო? და თვალები, სიყვარულით ანთებული თვალები, ყველაფერი დღეს ცოცხლობს მონასტერში, მთელი თავისი სისავსით, იმიტომ რომ მონასტერი წარმოუდგენელია წიგნის შემოქმედებითი შრომის და ლოცვით განწმენდილი თვალების გარეშე. ანუ ეს არ არის რაღაც აბსტრაქცია, ის რეალურად არსებობს.